Какой-то мамиса тогда дисна, зашумсет дисата. Дрес мой сминеткан Маркоисаган Сахаребис ადგილი, რაც უფალთან იყვანეს ადამიანი, რომელსაც სმენა დაქვეითებული ჰქონდა, მეტყელებად უჭირდა. თითქმის ყრუმუნჯი იყო და უფალმა განკურნა ეს. ერთად მუსაური ისეთი რადგან არ ესმოდა და უჭირდა სმენა და მეტყელება, იგი ეს ყურებზე დაადო ხელი და ნერწყო და ენას შეეხო მისას. უთხრა იგი რომ აღდგენილი იყო მეტყელება მისი და სმენა. და აღუდგა ყოველივე. ჩვენ ეს გვიკვირს სასწაული, მაგრამ გავიწყდება ერთი რამ, რასაც მეფე დავით მეფსალმუნე ერთ ფსალმში ამბობს, რომ რომელმან დანერგა ყური არ ეს მისწევდა, თუმცა ვისა თვალი ადამიანს ნუხედავსა და ვინცა მისა მეცნიერება ის უნარი ადამიანს ის არ განიკითხავს და არ ასწავლის ადამიანს. იგი ყოველივე შესაძლებელი ღვთისათვის და ღვთის მიერ და ამიტომ ამბობს, რომ მის ყურებს შეეხო, შეეწყო ენას და ამეტყოდა. რაც მოცემულია ღვთისაგან ადამიანს, ეს უფალშეული აღუდგინოს. მაგრამ თავარი არის სმენა გულით. რომ იმავე ფსალმში თქვა მე, რომ ვინცეს მეცნიერების უნარი მისა ჟულისაგან არ სწავლის მას ადამიანს. თუ ჟულისაგან არ სწავლობთ, მაშინ ჩვენი ხედვაც და სმენაც და მეტყველებაც დაზიანებული არის. ჩვენი დაცემული ბუნების გამო. მაგრამ ვიტყვით კიდევ თავარს, რომ ყოველივე ეს მოცემული ადამიანს, რათა არა მარტო ურად იხილოს სამყარო, არ ისმინოს ყველა ის ხმები, რაც სამყაროში ისმის, არამედ რათა შეიცნოს უფალი და ისმოს ღვთის სიტყვა. ამისთვის არის. ანუ სული საზრდოა ეს საზრდო, რომელიც ჩვენ ყოველ დღე ვითხოვთ პური არსობის მომენტ ჩვენ დღეს. ეს საზრდო სულიერი არის, რასაც უფალ ჩვენ ყოველდღიურად გვადოს შესასრულებლად Ქრისტეს. თავარი რაცა გვაქვს ჩვენ ღვთისგან მოცემული სული. თუ შეიძლება უსინათლო იყოს და ხედავდეს სულიერად. შეიძლება ყოველდღიურად, მაგრამ გულით ესმოდეს რაც ხდება გარშემო და შესაბამისად მონაწილეობდეს ჩვენ ვიცით, რომ არაერთი წმინდანი ადამიანი იყო, ესეთ მათთან სმენა ან ხედვა წარსული ქონდა, მაგრამ რწმენა მისი გულით და გონება უფლისაგან მიმართული სასწაულს ახდენდა. ამიტომაც ჩვენ აღვავლენთ მოხსენებას ჩვენი წინაპრების, ჩვენი ახლობლების წარსულს ამ ქვეყნიდან. ამიტომ თუ ვიცით, უფალმა თუ კი თვალი მის და ყური მისცა, რისთვის, რომ შეიცნოს უფალი მარტო თვალით და ყურით, არა, გულით და სულით. და სულისათვის საცხოვნებლად არის ზრუნვა ჩვენი და ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენი ამ ქვეყნიდან სული ახლობლების, მეგობრების, ნათესავების, წინაპრებისათვის და მათი სულები ხარობდნენ ჩვენი ზრუნვის გამო და ისინი იქ ჩვენთვის მადლობდნენ უფალს, რათა მათი ლოცვა ჩვენ გვეწეოდეს. ამიტომ ჩვენ ახლა კიდევ დადგენილ ეკლესიაში, დიდ მარხვაში, დიდ პანაშის გადავიხდით მოსახსენებად ჩვენი ახლობლების, ვისაც ჩვენ ვიხსენებთ ჩვენ პირად ლოცვაში და ვინც ჩვენგან მოელის აი ასეთ მოხსენებას. ისე როგორც ჩვენ
აქ იმედი რომ თუმცა ჩვენ გავთ ამ სოფლიდან ჩვენს გვეყოლება თუნდაც ერთი მომხსენებელი ღვთის წინაშე რამე თუ ერთობისათვის შექმნა ქვეყანა უფალმა და ეს ერთობა ზისა ქვეყნისა ჩვენი სულიერი ასეთი ურთიერთობით ხორციელდება. Sweet.